დასანქცირებული ბიძინა ივანიშვილი, ქართული ოცნების შინაგან საქმეთა მინისტრი და მაღალჩინოსნები, უკიდურესად გაუარესებული ურთიერთობები დასავლეთთან, საპარლამენტო არჩევნები, რომლის ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და ახალი პრეზიდენტი, რომელსაც ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები, მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი არ აღიარებენ. 2025 წელს საქართველოს რთული პოლიტიკური შლეიფით ხვდება. Როგორ აისახება სანქციები ქვეყნის იმიჯზე, რა პერსპექტივა აქვს ურთიერთობების გადატვირთვას და რეალურად სად არის გამოსავალი. Ამ თემაზე ვისაუბრებთ სტუმართან ერთად ალექსანდრე მიშველაძე, საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტია ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონო ალექსანდრე, მადლობა რომ მონაწილეობას იღებთ გადაცემაში. პირველ რიგში რომ დავიწყოთ, გასული კვირის ბოლოს გახდა ცნობილი, რომ ბიძინა ივანიშვილი დასანქცირდა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. რას ნიშნავს ივანიშვილის დასანქცირება, რამდენად მკაცრია ეს სანქციები და რჩება თუ არა რაიმე სახის მოლაპარაკებების ფანჯარა ამ სანქციებიდან გამომდინარე და თუ მაგალითად უკან არ დაიხევს ივანიშვილი, შეიძლება ველოდოთ თუ არა უფრო რთულ სანქციებს. მადლობა მოწვევისთვის, მოგესალმებით. პირველ რიგში დავიწყოთ, რას ნიშნავს ეს სანქციები და რატომ დაუწესდა ბიძინა ივანიშვილს. როგორც ჩვენ ვიცით, ამერიკის შეერთებული შტატების აქვს საფეხურებრივი მიდგომა, როდესაც იგი აწესებდა სანქციებს. წარმოიდგინეთ, რამხელა შუალედია ვინმე უსახური, ვინმე ლაგაზაურესა და ბატონ ბიძინა ივანიშვილს შორის, აი ეს უსარმაზარი საფეხური. შესაბამისად არ გაითვალისწინებდა ამერიკის შეერთებულ შტატებმა, ალბათ ბატონ ივანიშვილის ვარაუდობდა, რომ იქნებოდა საფეხურებრივი მიდგომა ამ ლაგაზაოს ვინმე კეზევაძეს შემდეგ და გომელაოს მიყვებოდნენ შემდეგი მაღალი საფეხურის ჩინოსნები, მაგრამ ასე არ მოხდა. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებული ძალიან მკაცრი სანქცია. და ბატონ ივანიშვილი ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების მართვის ბიუროს მიერ დასანქცირდა. მაგრამ აი აქაც არის გარკვეული კიდევ არ არის ეს სანქციები იმდენად მკაცრი. მაგალითად ეს ლიცენზია 116, რომელიც არის გენერალური ლიცენზია, ავტორიზაციას ანიჭებს ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს, რომ კონდეთ უფლება მათ, რომ განახორციელონ ტრანზაქციები იმ კომპანიებთან, რომლის 50%-ზე მეცფლობს ბატონ ივანიშვილი, მაგრამ თუ ეს კომპანიები არ არის სანქციათა ნუსხაში. აი ეს კიდევ რჩება ამის ლავირების საშუალება, მაგრამ ყველაზე ცუდი რაც არის ბატონ ივანიშვილისთვის და როდესაც ის არის მიჩნეული მეცენატად და სიამოვნებაში არავითარი მეცენატი ის არ არის და მას აინტერესებს მხოლოდ საკუთარი ფინანსები. ეს მან ვიცით რომ მოიგო კრედიტ სვისთან სასამართლო, რაღაც 742 მილიონზე მეტი თანხა უნდა გადაუხადოს კრედიტ სვისს, მაგრამ ამაზე ეს ლიცენზია არ ვრცელდება და ანუ ის თავის თანხას ვერ მიიღებს ბატონი ივანიშვილი. შესაბამისად, მისთვის ეს ყველაზე ცუდი რაც არის და მას რისთვისაც ამდენი წელი იბრძოდა და რის გამოც საქართველოს ფაქტობრივად დაუკარგა ევროპული მომავალი. დიახ, ის არ არის არავითარი მეცენატი, ამაზე ისაუბრა კიდეც მან თავის მართულ ტელეკომპანია იმედის ეთერში, რომ მას აინტერესებს მხოლოდ ეს ფული, მაგრამ ეს ფული გაყინულია. ამიტომ ბატონ ივანიშვილს კიდევ თუ სურს, რომ შესაბამისად კიდევ მეტად ეს სანქციები არ გამკაცრდეს, მას შეუძლია რომ კიდევ რაღაც ნაბიჯები გადადგეს. კიდევ იტოვებს ამერიკის შეერთებული შტატები, უტოვებს იმის საშუალებას, რომ მოხდეს უკანონოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლება, ჩაინიშნოს ხელახალი არჩევნები, არავითარი ვადამდელი ხელახალი არჩევნების ლეგიტიმაცია დამძიმად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და ეს ჩატარდეს აუცილებლად შეცვლილი ადმინისტრაციის პირობებში. ელით თუ არა ამ პირობებში, რომ შესაძლებელია ივანიშვილმა გამოიყენოს ის ფანჯარა, რომელიც შეერთებულმა შტატებმა დატოვა. იმიტომ რომ ჩვენ ერთი მხრივ ქართული ოცნების მხრიდან ვხედავთ განცხადებებს, რომ ეს არის ჯილდო მშვიდობისთვის, რომ ეს ჯილდო მიიღო როგორც ივანიშვილმა, ასევე საქართველომ და ასე შემდეგ. მართალია თავად ივანიშვილისგან ჯერ რაიმე სახის კომენტარი ამ თემაზე არ მოგვისმენია, თუმცა ირაკლი კობახიძე თუ სხვები, რომლებიც შესაძლოა ივანიშვილის სახელით საუბრობენ ამ შემთხვევაშიც, ამბობენ იმას, რომ ეს არაფერი არ არის. რეალურად ჩანს თუ არა ამ გადმოსახედიდან, რომ ივანიშვილმა შეიძლება უკან დაიხიოს. სამწუხაროდ მოუწევს, მისთვის სამწუხაროდ და ჩვენთვის საბედნიეროდ მოუწევს აუცილებლად უკან დახევა, იმიტომ რომ ეს არ ნიშნავს, ჯერ იყო საუბარი, რომ სანქციები არ იქნება, ამაზე საუბრობდნენ მთელი ზაფხულის განმავლობაში, რომ სანქციები არ იქნებოდა და არ დაუწესდებოდა, თითქოს ევროკავშირს ერთიანი მიდგომა არ აქვს და ვერ დაუწესებს სანქციებს. სინამდვილეში ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის სანქციების აღსრულებელი ევროკავშირი და არავინ მოატყუოს და თვითონ ძალიან კარგად იციან უნგრეთი და სლოვაკეთი, ნამდვილად თავის საკუთარ იმიჯს არ დაიზიანებს, რომ ვინმე კონკრეტული
კონკრეტულ პიროვნებას, ვინმე რუს ოლიგარქ ივანიშვილს არ დაუწესოს სანქციები, იმის გამო რომ მას შეეზღუდოს წვდომა და პრობლემები გავშეს ამერიკის ფინანსურ სისტემასთან. ამიტომ ამერიკას მოხვება რა თქმა უნდა ევროკავშირი და მათთვის სამწუხაროდ ეს ერთიანი მიდგომა იქნება, რადგან შესაბამისად ვიცით რომ ამერიკის სანქციების აღსულებელი ევროკავშირია და უნგრეთი და სლოვაკეთი ამ გადაწყვეტებას ვერ დაბლოკავენ. უკვე ვიცით რომ მიდის კონკრეტული ქვეყნების მიერ სანქცირება ივანიშვილის და სხვა მაღალჩინოსნების, დაიწყო ეს ბალტიის ქვეყნებმა და გაგრძელდება, შემდეგ იქნება გერმანია, მიმდინარეობს უკვე ნიდერლანდების პარლამენტში აღნიშნული პროცედურა, უკვე 1 დეკემბრიდან ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანა პოლონეთი ხდება, რომელიც ძალიან ჩვენი მკვეთრი მხარდამჭერი არის ევროპული დეველოპმენტური ინტეგრაციის. ეგ პირდაპირ აღნუსხულია, ტყუილად არავის არ უწესდება ეს სანქცია, რომ იქ არის შესაბამისად დევს ამერიკის სადაზვერო მონაცემები, რომ ეს პიროვნება კონკრეტულად ბატონი ივანიშვილი არის რუსული სპეცსამსხვრევის პროექტი, ჩვენ ვიცით ეს რაც არის და რომ ვისაუბროთ თვითონ ქვეყანაზე, საქართველოს რა გავლენა შეიძლება საქართველოზე კონდეს ამ სანქციებს, სანქცირებულ ქვეყანასთან ურთიერთობები როგორი შეიძლება კონდეთ როგორც ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე სხვა მათ შორის არადემოკრატიულ სახელმწიფოებშიც პირების როდესაც მართავენ ჩვენ გვინდა არ გვინდა თუ მაგალითად უკან არ დაიხია ქართულმა ოცნებამ ნუ მართველები ესენი იქნებიან შემდეგი დროის განმავლობაში რამდენ ხანსაც იქნებიან ამ შემთხვევაში თუნდაც 2028 წლამდე. ამ შემთხვევაში სანქცირებული ქვეყნის წარმომადგენლებთან ურთიერთობას ვინ მოისურვებს და როგორ აისახება როგორც პოლიტიკურად ისე ეკონომიკურად ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანაზე. ხო, ეს ძალიან ძიმე იმიჯი უკვე მიადგა ქვეყანას, რომელსაც გამოსწრებას წლები დასჭირდება, პიროვნებას პირდაპირ დავალებული აქვს სახელმწიფო ინსტიტუტების მთლიანად დეგრადირება, გაღწნა და მოშლა, რაც ჩვენ ნახეთ, არის არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არჩეული არალეგიტიმური პრეზიდენტი, შესაბამისად მათთან ურთიერთობა ვერ იქნება. ეს არის არალეგიტიმური ლეგიტიმაციის პრობლემის მქონე ხელისუფლება თუ რაც არის, ეგრეთ წოდებული ხელისუფლება. ჩვენ ვხედავთ შესაბამის განცხადებებს დიდი ბრიტანეთისგან, შეერთებული შტატებისგან, რომ ისინი არ მოიხსენიებენ მათ როგორც ხელისუფლებად ქართული ოცნების წარმომადგენელი, მაგალითად ბაკა ბოჭორიშვილი, რომელიც არის თვითმართველია საგარეო მინისტრი და ასე შემდეგ. ანუ ქვეყნის იმიჯი უკვე გაცამტვერებულია. პოლიტიკურად ამას დასჭირდება წლები, როდესაც ესენი წავლენ, რომ ჩვენ ეს იმიჯი აღვადგინოთ. შესაბამისად არ არსებობს არავითარი ინსტიტუტები, ვნახეთ რომ დაუწესდა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს სავიზო შეზღუდვები, ანუ ისინი არ არიან არასასწორ პიროვნებად არის უკვე პიროვნებად არიან მიჩნეული ევროკავშირის და დასავლეთის ქვეყნებში. ტრამპის მოსვლის შემდეგ შესაძლებელია თუ არა რომ შეიცვალოს თუნდაც სანქციები, თუნდაც ეს მიდგომები, რაც დღეს არსებობს ორ ქვეყანას შორის, იმიტომ რომ არაერთხელ გვესმის ჩვენ რომ დაველოდოთ 20 იანვარს, კი მართალია ბოლო დღეების განმავლობაში თითქოს რიტორიკა შეიცვალა ქართულმა ოცნებამ, რომ ახლა უკვე არა ტრამპის მოსვლაზე, არამედ უკრაინაში ომის დასრულებაზე არის დამოკიდებული ჩვენსა და ამერიკის და ასევე ევროკავშირის შორის ურთიერთობები და ასევე დღეს იყო ირაკლი კობახიძის მხრიდან განცხადება, რომ ის ელის რომ მომავალში ურთიერთობები გადაიტვირთება და როგორც ეს ასევე სხვა სანქციებიც გაუქმდება. თქვენ ელოდებით ამას? პირიქით, მათთვის სამწუხაროდ უნდა ვთქვათ, რომ სანქციები პირიქით უფრო დამძიმდება თუ არ იქნება შემოქმედება. არ იქნება მათგან უკან დამხევი ნაბიჯები გადადგმული. ტრამპმა არასოდეს არ აწესეს მიმავალი ადმინისტრაცია სანქციებს, თუ მას არ აქვს მომავალი ადმინისტრაციისგან შეთანხმება. ჯონ ვილსონი, რომელ პარტიას წარმოადგენს, ჯიმ რიში, რომელ პარტიას წარმოადგენს, შესაბამისად წარმოუდგენელია და მათთვის სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ ზუსტად მაგნიტსკის აქცია არის დაშენებული ტრამპის 2017 წელს ტრამპის განკარგულება, რომელიც კიდევ უფრო მეტად გაამკაცრა სანქციები. ამიტომ მათთვის სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ თუ არ იქნება მათგან უკან დახევა სანქციები, არათუ არასწორ სანქციები ვერანაირად ვერ მოიხსნება, ეს წარმოუდგენელია, პირიქით უფრო გაუმკაცრდება სანქციები და შესაბამისად შემდეგ უკვე უკან დასახევი გზაც აღარ ექნება ამ არალეგიტიმურ ხელისუფლებას. მათი რიტორიკაც უკვე შეიცვალა, ვხედავთ, რომ ისინი 20 იანვარზე აღარ საუბრობენ, თქვენც აღნიშნეთ, ისინი საუბრობენ სულ სხვა რამეზე, შესაბამისად მათაც ჩემზე კარგად იციან თუ რა მოხდება, თუ არ იქნება მათგან უკან დამხევი ნაბიჯები გადადგმული. სანქციები რა თქმა უნდა უფრო მეტად გამკაცდება მაგნიტსკის აქტის 2017 წლის ტრამპის დაშინებულ განკარგულებას შევახსენებთ მათ. და 2025 წლის 20 იანვარს არის ინაუგურაცია. ჩვენ ვილსონისგან მოვისმინეთ, რომ აქ სალომე ზურაბი, უბრალოდ წავიკითხეთ მისი პოსტი X-ზე, რომ სალომე ზურაბიშვილს ეპატიჟება ეს ინაუგურაციაზე, თუმცა კობახიძისგან იყო მსგავსი განცხადება, რომ
ამერიკელმა კუბილიუსმა დაპატიჟა საქართველოს მოქალაქე სალომე ზურაბიშვილი და არავის ტრამპს არ დაუპატიჟებია ის. რეალურად შესაძლებელია თუ არა სალომე ზურაბიშვილი მიიწვიონ ინაუგურაციაზე ისე რომ მაგალითად ტრამპმა არ იცოდეს. არა, ეს ყოველდღიურად წარმოუდგენელია, დიპლომატიაში ასეთი რამე არ ხდება და რაღაც აბსურდული განცხადებით თითქოს იყიდა და შეიძლება მოსაწვევის ყიდვა და ასე შემდეგ, ეს არის ძალიან სრულად ალბათ თავისი შედარებით დაბალი განათლების მქონე ელექტორატზე გათვლილი განცხადება, თორე თვითონაც კარგად იციან რომ ასეთი რამე არ ხდება ტრამპთან შეთანხმების გარეშე, ქალბატონ ზურაბიშვილს არავინ მიიწვევს ინაუგურაციაზე და იქნებოდა მიწვეული ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენელი და სამწუხაროდ ჩვენ დღეს ერთად ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენელი გვყავს ქალბატონი ზურაბიშვილი. მადლობა დაგემშვიდობებით ალექსანდრე მიშველაძე საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი საუბრობდა საქმის კურსის პირდაპირ ეთერში.